საქართველოს მუზეუმების მენეჯერებსა და კურატორებს ეროვნულ ტრენინგში მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადაეცათ. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა აღმოსავლეთ საქართველოს მუზეუმების 25 წარმომადგენელს სიგელები თავად გადასცა. გურამ ოდიშარიას თქმით, ანალოგიური პროექტები მომავალშიც განხორციელდება, რაც ქვეყნის მუზეუმების თანამედროვე სტანდარტებზე გადასვლას შეუწყობს ხელს. სემინარში საქართველოს მასშტაბით 100-მდე მუზეუმის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. მათ სამუზეუმო კოლექციების მოვლის, აუდიტორიის კვლევისა და ამ სფეროში მიმდინარე სხვა აქტუალურ თემებზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს. პირველად იყო, როდესაც მუზეუმების მეშვეურებს შევხვდით და უნდა გითხრათ აქვე რომ ეს პერიოდი მე სულ დავდიოდი და სადაც ფეხდავადგამდი აუცილებლად მუზეუმში შევდიოდი და ვიცი როგორ უჭირს მუზეუმებს და აი რაც შეგვიძლია ვეხმარებით. მუზეუმებში არის ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ისტორია, კაცობრიობის ამავე დროს, მაგრამ საქართველოსთან ნანახი და დიდი მადლობა მათ, ასე რომ მოუარეს ეს მძიმე წლები, ასე რომ გამოატარეს. მიუხედავად იმისა, რომ 15 წელია მუშაობს სამუზეუმო სფეროში, დღეს ეს ორი დღეა პირველად გავიარე ეს ტრენინგები და ვფიქრობ, რომ ამან ძალიან დიდი რამ მომცა. რამდენი წიგნი უნდა გადამეფურცლა, რამდენი ინტერნეტში უნდა შევსულიყო, რაც მე ამ ორ დღეში გავიგე, ეს ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი ცოდნა და გამოცდილება მივიღე.